ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე მოუწოდებს პარლამენტს მაია ფანჯიკიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტება, რომ შესაძლებელია მეზობელ ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტის გამო 28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს ხდომას ვერ დაისწროს, ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული შინაარსისაა. მურმან დუმბაძის განცხადებით, საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს ეხება და იმ ფონზე, როცა რუსეთი აფხაზეთთან და ეგრეთ წოდებულ სამოკავშირო ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს, საქართველოს მთავრობის წევრები ვალდებული არიან უშიშროების საბჭოს ხდომას დაესწრონ. ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ თავმოყარე პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის წინაშე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრების უფლებამოსილების საკითხიც უნდა დასვას. ვფიქრობ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, ეს არის ანტიკონსტიტუციური განცხადება, ეს არის დესტრუქციული მოქმედება მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ, ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ, როგორც არის ეროვნული უშიშროების საბჭო და საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტს პირდაპირ ავალდებულებს, რომ ასეთ დროს ამოქმედოს კონსტიტუციური მუხლი და პარლამენტმა, თავმოყარე პარლამენტმა დასვას პრემიერ-მინისტრის წინაშე საქართველოს მთავრობის წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი ამ განცხადების გამო.